მოგესალმებით, ეს არადანი ნიუსია, რომლის წამყვანები გახლავართ მე, ნიკოლო ოდემსაძე და მე, გიორგი ბურდული. დიდხნიანი პაუზის შემდეგ არადანის YouTube არხზე გიბრუნდებით უკვე ახალი ამბებით. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა ჩვენ შთაბეჭდავ YouTuber-ულ კარიერაში, რომელიც რიგი სერიოზული, ლოჯისტიკური, კრეატიული და შემოქმედებითი მიზეზებით იყო განპირობებული და არანაირი კავშირი არ ჰქონია სიზარმაზესთან. იგივე ქართულად მიაწერ და ეგა. მოგწონს ყველაფერი. კიდე რა იგივე წაი. Community ownership, integrity. მაგრამ ახლა უკვე დავბრუნდით და კვლავ აქტიურად დავიწყებთ ვიდეოების გადაღებას. YouTube-ის silver button-ამდე სულ რაღაც 98117 გამომწერი გვაკლია, ასე რომ გთხოვთ გამოიწორეთ ჩვენი YouTube არხი, გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე და იარეთ არადანის თამაშებზე, ხოლო თუ ვინმე მარტო ხელა სანდომიანი ქალბატონი უყურებს ამ გადაცემას, გთხოვთ შეიქმნათ ნიკოლოზ დამცეთს. ახლა კი უკვე გადავიდეთ ახალ ამბებზე. წელს არადანი ერთდროულად სუპერლიგასა და მესამე ლიგაში იასპარეზებს. რაც თავისთავად სასიხარულო ამბავია, თუმცა მრავალი ცნობილი წესის მსგავსად, როგორც არის ზაზას წესი, მოყვარულთა ლიგის დებულებაში დაემატა არადანის წესი, რომელმაც შეგვიზღუდა არადანის სახელის გამოყენება და ორივე ლიგაში არჩევანი სახელით იასპარეზებთ. შესაბამისად, ჩვენი სლოგანი შემდეგნაირად შეიცვალა: ქართულმა ფეხბურთმა არ დაგვიტოვა არჩევანი, ხოლო გაფამ არადანი. ამიტომ Trallallero trallallà, porco dio e porco allà. აქვე ერთი სამწუხარო ინფორმაცია. არადანი დატოვეს ჩვენმა თანადამფუძნებელმა ლუკა აფხაიძემ და სანდრო ჯანეზაშვილმა. ტელეკლუბის სახელით გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჯანეზას იმ გაწეული შრომისთვის, რომელიც მას მიუძღვის არადანის შექმნასა და წარმატებაში, ხოლო აფხაზას წასვლის შემდეგ გაკეთებულ დონაციებისთვის. გთხოვთ მიბაძოთ ლუკას, ხოლო აფხაზას გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ დაგვიბრუნოს წაღებული მაისურები. ახლა კი გადავიდეთ უკვე შემადგენლობასთან დაკავშირებულ ახალ ამბებზე. მსგავსად წინა სეზონისა გუნდის ბირთვი დათო მაისურაძე, თორნიკე კალონდაძე, სერგო ფალელაშვილი, ნიკა ელოშვილი, ვაკო შადური, გიორგი კოკაია, ზუკა უმფრიანი და გუკა გურგენიძე მიუხედავად უამრავი ცდილობისა, რომ სარფიანად გაგვესხუსევინა, სამწუხაროდ კვლავ არადანის რიგებში ირიცხებიან. ასევე დავიბადეთ ორი ცნობილი მსახიობი თორნიკე კირკიტაძე და ალენ ლოიკ ვიანეი ჩვენი YouTube ვიდეოებისთვის, რომლებიც თამაშობენ არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სერიალში. ბოლოს ალბათ ისინი გემახსოვრებათ სერიალიდან ბოლოს სეზონი. თუმცა, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ სამწვრთნელო შტაბის რეკომენდაციით ისინი მსახიობების ნაცვლად ფეხბურთელებად დავირეგისტრირეთ და სეზონში გუნდის ნახევარდაცვას წაუძღვებიან. ნამდვილად, არადანში ნიჭი არასდროს იკარგება. გუნდს ასევე შემოერთდნენ ნიგერიელი მოთამაშეები, ესენი არიან კევინ ელეჯი, კაბი რაგბულა, ფრედრიკ ჰირო, ენდი დუმბუისი, მატიას ნაბუიკე და დიკო მოჰამედი. დიახ, ამ ყველაფერში დაგვეხმარა ქართულ-ნიგერიული თანამეგობრობის ასოციაცია KO, რომლის დამფუძნებლები არიან ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ამ მოთამაშეების ტრანსფერში კი თავად ვიქტორი იყო ჩართული, გთავაზობთ ოსიმენის კომენტარს. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ბავშვობიდან არადანის გულშემატკივარი ვარ. ჩემი ოსება იყო ყოველთვის მეთამაშე ამ ლეგენდარულ კლუბში. 9 ნომერიც სერგოს გამო შემიყვარდა ჩვენი ძმის ფალელაშვილის. სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე ამ ოცნების ასრულებას, სამაგიეროდ ჩემ თანამემამულეებს გაუხსენი კარე ამ ლეგენდარულ კლუბში და მიხარია რომ ისინი გუნდს მშვენივრად შეეწყნენ და კარგ სეზონს ატარებენ. წარმატებები მინდა უსურვო არადანს, არც თქვენ სტრიმს არ ვტოვებ და გიყურებთ მთელი გალათასარაი. ჩემი საყვარელი ვიდეოა დინოზავრის ნაკვალევი. შაიკაბეთი დაბრუნდა, ხოლო ჩვენთან მოიგე ჯეკპოტი გარანტირებულად. აქედან წაგებული არავინ არ მოდის. შაიკაბეთი, you will never find my real passport. ფული დაგჭირდა? 10 ტრაკი და იმუშავე. დასაქმების სააგენტო ინგა 2015. გამოუგნებელი შეთავაზება ძაღე დეველოპმენტისგან. ახალი სამშენებლო კომპლექსი თბილისთან ახლოს. უნიკალური პირობებით. არანაირი წინასწარი შენატანი, არანაირი შიდა განვადება, არანაირი პროექტი. რაღაც უცდი. ძაღე დეველოპმენტი. შენი 27 კვადრატულიანი საკუთრე. სენსაციური ინფორმაცია ნონსომ გაიღიმა. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან ამ ფაქტის გამომწვევ მიზეზს. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. როგორც ჩვენი წყარო იუწყება, ამ კვლევაში აქტიურად ჩაერთო NASA-ს, რომელიც ცდილობს დაადგინოს აღნიშნული ანომალიის მიზეზი. გასაოცარია, არადანში ნამდვილად ყველაფერი ხდება. ახლა კი უცებ გაგასრომთ მიმდინარე სიტუაციას. სუპერლიგაში არადანი 3 ტურის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. 9 ქულით, 11 გატანილი და 6 გაშვებული გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ცხრილს.
თავის მხრივ მესამე ლიგას მოგებით დავიწყეთ 3 კატანი და 0 გაშვებული გოლით. ნამდვილად მშვენიერი სტარტია. 12 აპრილი ოქროს ასოებით ჩაიწერა არადანის ისტორიაში და მიულოცეთ კახამას დაბადების დღე. ამ დღეს ჩვენმა გუნდებმა ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ჯერ დიდგორი, შემდეგ კი ბასიანი დაამარცხა შესაბამისი ანგარიშებით 3-0 და 4-1. ნებისმიერი კი არა და მწვრთნელი მოვაწერდა ხელს ასეთ გამარჯვებას. ბოლოს კი გეტყვით, რომ რემრენინგის შემდგომ არადანმა ახალი ფორმები გამოუშვა და სულ მალე FC aradan.com-ზე დაიწყება გაყიდვა. დიახ, ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, დაგეგმდებით შემდეგ გამოშვებაში. შეხვედრამდე. ნახვამდის.